ანუ ეს წიგნი არის ძალიან კონკრეტული, არა მხოლოდ დროისა და სივრცის, არამედ ძალიან კონკრეტული კლასის, სოციალური ფენის წარმომადგენლებზე დაწერილი და წარმომადგენლებისთვის დაწერილი. ასეც ხდება ხოლმე. საერთოდ ეხლა მე თუ მკითხავთ ზოგადად როგორც ცოტა განვაზოგადო ეს ყველაფერი, თეონა არ არის ის მწერალი, რომელიც ცდილობს, სულ მე ბევრჯერ მისაუბრია თეონასთან და სულ მეუბნება, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ამბავი. ანუ იქ უნდა იყოს ამბავი. და ამაზე მიკამათია ხოლმე ხშირად, რომ ამბავი შეიძლება მოყვე ძალიან მრავალნაირად, ძალიან დიდი პაუზებითაც კი, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვიდეს ეს ამბავი. მაგრამ მაინც აქ საქმე გვაქვს უფრო მე-19 საუკუნის დიკენსიანას მე რასაც ვეძახი, ამბავი. სხვათა შორის ამ მხრივ თეონა ისეთია, ტრადიციის ერთგული დამცველია და დაბადებიდანაც კი იწყება პერსონაჟის ცხოვრების თქობა. თლათ ესე არ იწყება ტექსტი თვითონ, რომ მისი დაბადებიდან, მაგრამ ძალიან ღრმა ბავშვობაში ჩადის. ამ მხრივ ძალიან ტრადიციული მწერალია და ნუ მეორე მხრივ ბესტსელერის ავტორი ვერ იქნები არატრადიციული მწერალი და ფორმალურად, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესოც ვერ იქნები, იმიტომ რომ მაშინ მაღალი ალბათობით ცოტა ძნელია რომ გახდე ბესტსელერი, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვაკვირდები ლიტერატურის განვითარება და მკითხველის აღქმა ერთდროულად და ესე თანაბრად ვერ ვითარდება. ამას აქვს რაღაც ვიღაცებისთვის დაუშვათ დღემდე ხო არის რომ ფოლკნერი რთული ავტორია. წესით აღარ უნდა იყოს, იმიტომ რომ ფოლკნერი უკვე მთლიანად კლასიკაა. მაგრამ ვიღაცებისთვის არის, მაინც იმიტომ რომ ჩვენ მაინც სკოლა, ასე ვთქვათ, კლასიკური ბიბლიოთეკა გვზდის ესეთ მკითხველებად, რომ იქ უნდა იყოს გარკვეული ქრონოლოგია, გარკვეული განვითარება, გარკვეული სიუჟეტი და გარკვეული ფინალი. თუმცა ეს არ არის უნივერსალური. მაგრამ თეონა არის ტრადიციული მწერალი, მასთან ფორმალური ძიებები გამოიხატება მხოლოდ მეტაფორისტიკაში. რომელიც ისე ვიმეორებ რომ ვიღაცა შეიძლება მოწონდეს ძალიან და აღფრთოვანებული იყოს, ვაიმე როგორი მაგარი მეტაფორაა და ვიღაცამ პირიქით თქვას, რომ აი რამე რა საჭიროა საერთოდ ეს მეტაფორები. თუმცა კიდევ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ამ წიგნში. ამ წიგნს ახასიათებს ის, რომ გამოხატავს იმ დროის ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს. ალბათ ყველაზე ცხადად სხვათა შორის იმ პერიოდში დაწერილი წიგნებისგან ამ მხრივ მისი ავტორი ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს. ეს არის გარემოს გაფართოვება, ანუ სივრცის გაფართოვება. როდესაც მოქმედება აღარ ხდება დაუშვათ კონკრეტულ სივრცეში, გეოგრაფიულ სივრცეში და გეოგრაფია იწევს და ფართოვდება. ეს ამ მხრივ ძალიან საინტერესო იყო, დღეს ახლა ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან ბევრი ქართულად დაწერილი წიგნები, რომელიც საერთოდ აღარ ხდება საქართველოში, ხო? მე წავიკითხე რამდენიმე ახალგაზრდა ავტორი, საერთოდ აღარ ხდება იქ მოქმედება საქართველოში, რაც ძალიან კარგია. მე არ ვთვლი რომ ახან ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი არის ქართული ენა, გეოგრაფიულადაც მიზაჭული უნდა ვიყოთ, ან დაუშვათ ეთნიკურად პერსონაჟის მხრივ და გეოგრაფიულად საქართველოზე, ყველას ჩვენ მოგზაურობთ, ცხოვრობთ სხვადასხვა მხარეებში, ადგილებზე, სხვადასხვა ენებში და აქედან გამომდინარე ყველას გვაქვს უფლება რომ და მოვალეობაც კი ვიტყოდი რომ გავაფართოვოთ გეოგრაფია, მაგრამ ეს წიგნი ამ მხრივ იყო საინტერესო. თუმცა ეს გეოგრაფიული ადგილებიც პერსონაჟის ფანტაზია. ეს არ არის დოკუმენტური ზოლა, ემილ ზოლა თყოლად არ ვახსენე. აქ არ არის ფოტოგრაფიული სიზუსტე. ეს არის მთავარი პერსონაჟი არის აი რაღაცა ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობს და დაკვირვებული ვარ რომ სახელებიც პერსონაჟებს ისეთი აქვს რა. ალბათ აი გურამს ეხსოვნება, იმიტომ რომ ჩვენ მაინც მეტნაკლებად ერთი თაობის მწერლები ვართ, კი არის ჩემზე უმცროსი, მაგრამ რაღაცა უცნაური სახელები რო ერქვათ, ხო გახსოვს პერსონაჟებს. რაღაცა პერიოდი რო წამოვიდა წიგნების და ყველას ერქვა
ნიცა მირცა ახლა ძალიან კოსმოსში მოსმო არავის აღარ ერქვა ჩემთვის ნაცნობი სახელები პერსონაჟებს ანუ ეს რაღაც და ქვეცნობიერად ალბათ ეს რაღაცა ორი მნიშვნელობით იყო რომ ცოტა გაუუცხოდეთ ჩვენ ტრადიციულ გარემოს და მეორე იყო რომ ცოტა ბრწყინვალება შევმატოთ და რა ვიცი ახლა მაყვალა თუ არ არის და მირცა პერსონაჟი რა იცლება ვიცი მაინც დიდად ვერ ხვდები მაგრამ ალბათ ყურს ჭრიდა და რაღაცა ეტაპზე და ამ პერსონაჟებსაც აქვს ესეთი გარემოა ძალიან ბურჟუაზიული გარემოა ამ სიტყვის კარგი გაგებით თუ ცუდი გაგებით ამას არ აქვს მნიშვნელობა ძალიან ეს საშუალო ფენის ბურჟუაზიული გარემოა სხვა რა შემიძლია ახლა მე გითხრათ ამ წიგნზე ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ რომ ჩემი საბოლოო დასკვნა მაინც ის არის რომ ამ წიგნმა თავისი ქნა თავის დროზე როგორც ყველა ბესტსელერმა და გაიარა. ითარგმნა ეს წიგნი. და ალბათ ქონდა რაღაც გამოხმაურებები. იტალიაში ითარგმნა, იტალიელებს მოეწონებოდათ, იმიტომ რომ მაგათ უყვართ ეს მეტაფორები, ასე ვთქვათ. და ანუ მე არ ვთვლი, რომ ეს თეონას შემოქმედებაში ცენტრალური წიგნია სხვათა შორის. და აქვე საბოლოო დასკვნით იმის თქმა მინდა რომ თქვენ თუ გინდათ თეონა დოლინჯაშვილის გაცნობა როგორც მწერლის მე მაინც უფრო მისი მოთხრობების წაკითხვას გირჩევთ რომ მაინც უფრო მოთხრობებში კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ლიტერატურისადმი ეს არის და ეს თუ რამე გაინტერესებთ კონკრეტული გიპასუხებთ აუცილებლად თქონთ დავფიქრდები და ისე გიპასუხებთ არანაირად ან მე მგონი პრობლემა ის არის რომ არავის ეს წიგნი წაკითხული არ აქვს, ხო? თქვენ გააქვთ ვინმე წაკითხული ეს წიგნი? შენ გაქვს მარტო წაკითხული. არავის სხვას, ხო? ძალიან მოკლედ რომ აქ რაღაცნაირად შეგვიჭამო მე ვაპირებ მაინც წაკითხოს და ასლობის მაინც რომ ანუ რო შევაჯამოთ ეს წიგნი. მე ანუ ძალიან კონკრეტულ დროში ეს წიგნი ვერ გახდებოდა ბესტსელერი 2001-ში და ვერც 12-ში და 14-ში. ანუ აი მე გეტყვით ახლა. აი ამაზე ჩემი არგუმენტი მაქვს, რომ თეონამ ახლახანს დაბეჭდა მეამბოხი რომანი, ხო? რომელიც მე ვთვლი, რომ მემფისის კიდე უკეთესი ვარიანტია. ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი გაიყიდა, ასე ვთქვათ, ვიღაცებმა წაიკითხეს, ხმაური ვეღარ გამოიწვია. იმიტომ რომ ეს გარემო, რომელსაც მაშინ შეიქმნა, ძალიან ახალი იყო. მოგზაურობა, ეხლა 2006 წელს, მოგზაურობა საქმე იყო, რაღაცა მატარებელში თვითონ საქმე იყო. ანუ აი ბურჟუაზიამ შექმნა რა, ბურჟუაზიულმა რაღაცა სიკეთეებმა, ასე ვთქვათ, და ამის წარმოჩენამ და ამის ფონზე რაღაცა ქალის დეპრესიულმა და ზოგადად ადამიანის დეპრესიულმა და ცარიელმა მდგომარეობის აღწერამ ეს წიგნი გახადა ბესტსელერი. ეს არის ჩემი ახსნა. იმიტომ რომ საკითხავად არ არის მარტივი წიგნი. ძალიან გემოვნებაზეა გათვლილი და ამის მიზეზი გითხარით რატომაც, იმიტომ რომ ძალიან რაღაცა ლომფერი და ელფერი მეტაფორული სტილით არის დაწერილი და ყველას არ შეიძლება რომ ვიღაცისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს. ვიღაცას შეიძლება პირიქით ძალიან მოეწონოს, იმიტომ რომ მეტაფორული სტილით წერა არ არის მაინც ისეთი რაღაც რომელიც საშუალო სტატისტიკურ კითხვებთან გახვალ აუცილებლად. ანუ მე არ მგონია. მაგრამ იმ მომენტში დაემთხვა. და თან ისეთია, რომ კარგი პრომოუშენიც ჰქონდა თავის დროზე, რაც ჩვენ მაშინ ბევრმა არ ვიცოდით, რომ ეს თურმე საჭირო იყო. აი და წიგნის შეჯამება როგორ ვთქვა? მე შემიძლია გითხრათ ესეთი რამე. წაიკითხეთ და შეხედეთ
როგორი თვალით წაიკითხეთ, იცი და როგორი თვალით შეხედეთ, რომ აი რაღაცა პოსტკოლონიურ სივრცეში შემოდის რაღაც სიკეთეები ცხოვრებისეული, რომელიც იქამდე არ ყოფილა, თუმცა ამ ადამიანებს კოლონიაშიც უცხოვრიათ და ეს ქმნის რაღაცა უცნაურ ნაზავს ერთმანეთში. რომ იმ ერთი მხრივ შენ გაქვს რაღაცა წვდომა, მეორე მხრივ შენ ხარ სხვა ადამიანი და იწყებ ამ ყველაფრის გამოგონებას რა შენს ირგვლივ. ანუ ეს არ უნდა წაიკითხო როგორც რეალისტური რომანი. ანუ უფრო რაღაცა ფანტაზიაში წასული ადამიანის ნაწერი უნდა წაიკითხო და ამ მხრივ შეიძლება შეხვიდეთ ტექსტი, თორე ამას თუ წაიკითხავთ ახლა როგორც რეალისტურ რომანს, ცოტა არ მგონია რომ დიდხანს მიყვეთ. და ისე ქალის, ანუ რა თემებია ზუსტად იმ მომენტში რაც არის, რომ თითქოს ყველაფერი გააქვს, მაგრამ არაფერი არ გაქვს, იმიტომ რომ შენ არ ხარ გახსნილი ბოლომდე. იმიტომ რომ გინდა სიყვარული. მე ყველათ არ მიხსენებია რომ რომანსია ეს. ოღონდ რომანსია მე მგონი უფრო საკუთარ ეგოსთან, ვიდრე რაღაც ასე ვთქვათ, ანუ საკუთარ ეგოში ამ სიტყვას არ ვამბობ ცუდი გაგებით, საკუთარ ეგოში რომ გინდა ეს სიყვარული რომ უნდა შენ ეგოს. თუმცა რისი გამწირველი ხარ და რამდენად შეგიძლია რომ ამას თვალი დახუჭო და ესე მიყვე ბრმად, აი ამაზეა ეგ წიგნი. ოღონდ აქ ვერ მივდივართ ძალიან ფსიქოლოგიურ სიღრმეში, იმიტომ რომ აი თავიდანვე გითხარით რომ მეტაფორა ჭრის ყველაფერს. მე კარგი შეკითხვაა. ჩემი პირადი დამოკიდებულება, მე ხა გეტყვით. მე აქ რა წიგნებზეც ვილაპარაკე, მე 6 წიგნია. მე მომწონს მეტნაკლებად ერთი წიგნია. ხო. დანარჩენი წიგნები არ მომწონს. ის გადამალვა რო ახსენე? გადამალვა მომწონს ყველაზე მეტად, კი ბატონო. იმიტომ რომ სხვა რამეა. ანუ ჩაფიქრებულია სხვა რამე. ანუ იქ ნაკლებად არის მკითხველზე ფიქრი, იმაზე ფიქრი, საკუთარ თავზეა და რაღაც ინტროსპექციული წიგნია, რომელიც უცებ მოხდა, რომ გახდა ბესტსელერი. და მეტნაკლებად ყველაზე მეტად მომწონს. მე რო იმ წიგნებზე მელაპარაკა აქ, რომელებიც მე მომწონს. სამწუხაროდ ეს წიგნები ბესტსელერები არ არის და რა ვქნა. წიგნები, რომელიც მე მინდა რომ ბესტსელერები იყოს, ხო? ხო, ეგ უკვე ხო, ნუ გავაკეთოთ, არის მე მინდა რომ რაღაც წიგნები იყოს ბესტსელერები, იმიტომ რომ ის რაც ხდება ბესტსელერზე, თუ ზოგადად ვილაპარაკებთ, ანუ ბესტსელერის, ანუ ჩვენ ახლა მაშინ ამას უნდა შევხედოთ უფრო მენეჯმენტი და კომერციული მხრივ და პრაქტიკულად. ანუ აიწია ქართული ბესტსელერის ხარისხმა, დაუშვათ, საიდან მოვყევით ჩვენ 2999, ხო? ნუ 92-ში დაიბეჭდა აკამორჩილაძეს მოგზაურობა ყარაბაღში, მაგრამ ბესტსელერი გახდა სადღაც 2001-ში, 2-ში, ხო? ანუ ამის შემდეგ აიწია თუ ქვევით წავიდა ქართული ბესტსელერის საქმე. აი არა, წლების მიხედვით არ მივყვებით. ჩვენ მივყვებით უფრო გაყიდვების მიხედვით. გაყიდ ბესტსელერი, ანუ წიგნისადმი ისეთი ინტერესი არ არის, დაუშვათ როგორც იყო, დაუშვათ თუნდაც თეონამ რო ეს რომანი დაბეჭდა 2006-ში თუ რაღაცა, ეგეთი ინტერესი დღეს წიგნისადმი არ არის. ეგ სხვათა შორის ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩემი იდეალურ სამყაროში და წარმოსახვით სამყაროში ეს არის, რომ წიგნს შერჩება ბოლო-ბოლო ნამდვილი მკითხველი და ნამდვილ მკითხველს აინტერესებს სერიოზული ლიტერატურა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც წესი, მე სიმართლეს გეტყვით, ჩვენ ქართველებს არ გვჭირდება ბესტსელერები. ანუ ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, იმიტომ რომ მეტროში გვაქვს 5 სადგური,
არ გვაქვს ძელი მარშრუტები გადასაადგილებლად და არ დავფრინავთ ყოველდღიურად საქმეებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთან აი ამ ტიპის ბესტსელერობა მე მგონი არც არის საჭირო და ყოველთვის რაღაც შემთხვევითობაზე და სწორ მარკეტინგთან არის დაკავშირებული. მაგასაც ხო შეგრძნება უნდა ეხლა რომ დაწერო რაღაცა იმ მომენტისთვის, რაც არის აქტუალური. აი ესე მგონია მე თორე ქრონოლოგიურად არ მივყვებით. ანუ ეხლა შემდეგზე ჩვენ 4 შაბათს ვისაუბრებთ ზაზა ბურჭულაძეზე, ადიბასი, რომელიც უკვე სხვა ტიპის წიგნია, ანუ ფრაგმენტული წიგნია, მაგრამ ნუ გარკვეულ დროსთან მიმართებაში, აი ჩვენ უკვე ვისაუბრებთ სკანდალურ ბესტსელერზე, ჯერ ესეთ რაღაცაზე არ გავსულვართ. თუ 4 შაბათს ვსაუბრობთ და არა და პარასკევს ვისაუბრებთ ლაშა ბუღაძეზე, შემდეგ და მერე შემდეგ აჩიკო ქიქოძეზე და ერთადერთი ნამდვილი ბესტსელერით დავხურავთ ამ სეზონს. თქვენ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ნამდვილი ბესტსელერი ამ 10 წიგნში არის ერთადერთი. ეს არის გოჩა მანუელიძის მგლები. სხვა ყველაფერი ბუნებრივად ბესტსელერი, ანუ ბესტსელერი არის რომ კი რაღაცაში ჩადებ და რა ამტკიცებს ამას რომ ბუნებრივად ბესტსელერია, ის რომ ალბათ სადღაც 15 წლის წინ მინიმუმ დაიბეჭდა და დღემდე იყიდება. მეორე ტირაჟი, მესამე ტირაჟი. ხო არის ეს სიმართლე? ესე იგი ეს არის ბუნებრივი ბესტსელერი. ანუ ამ 10 წიგნში სინამდვილეში არის ერთადერთი ბესტსელერი. არ ვიცი, შეიძლება ნუ ტურაშვილის წიგნიც გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ნამდვილი ბესტსელერი ის რომ არც კინო გადაღებულა, არც დიდი ტელევიზიით რეკლამა ყოფილა, არც არავის არ უჩალიჩია, იმიტომ რომ ამ ჩვენ სიაში გვაქვს ნაჩალიჩარი ბესტსელერებიც აქ ეხლა რომ ვიღაცებს თავს მოაბეზრებ და კარგი მარკეტინგი რო გაქვს და კარგი პრომოუშენი, ეგეთი წიგნებიც არის ამ ბესტსელერში. ჩვენ ბესტსელერების ათეულში არის ესეთი წიგნები, რომ დაუშვათ მარკეტინგის გარეშე ბესტსელერი ვერ იქნებოდა. მაგრამ ან რაღაცა იდეოლოგიის გამო და ესეც და სუფთა სახის ბესტსელერი არის მგლები, რომელსაც არანაირი რეკლამა არ ქონია, არსად ამ წიგნზე, არც ტელევიზიაში, არსად არავინ ვინ იყო გოჩა მანუელიძე, კაციშვილმა არ იცოდა, მაგრამ წიგნი გახდა ბესტსელერი და არის დღემდე ბესტსელერი. ანუ თუ თემურ ბაბლუანის შემთხვევაში ჩვენ კიდევ შეგვიძლია ვივარაუდოთ კი არა, მაღალი ალბათობით თქვა, რომ თემურ ბაბლუანის სახელმა გაყიდა ეს წიგნი. გოჩა მანუელიძის შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, რომ გოჩა მანუელიძის სახელმა გაყიდა ეს წიგნი. არა. ეს მიგვანიშნებს ერთ რამეს, რომ სინამდვილეში ჩვენ გვაინტერესებს გაგება და ვაჟკაცობა რა. გაგება, ციხე, ვაჟკაცობა და აი ასეთი რაღაცები, რომ ეს არის ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილება, მაგრამ ხო, რომ მეობაა მთავარი. და ეს შეიძლება გაიყიდოს 20 წლის მანძილზე, ისე რომ ავტორი საერთოდ არ გამოჩნდეს, სიტყვა კრიტი არ დაძრას, არაფერი არ თქვას, მაგრამ ეს ხალხს აინტერესებდეს. ანუ ჩვენ ვართ მაინც ეს ვაჟკაცური კულტურის ხალხი. ეს არის ჩვენთვის მთავარი. დანარჩენი ახლა რაც შეეხება აი ამ თეონას წიგნზე, მეტი მე არაფერი ნამდვილად სათქმელი არ მაქვს, იმიტომ რომ თვითონ ეს ჩემთვის ხო მეც ხო ადამიანი ვარ. მე საერთოდ აი ამ ბურჟუაზიულ ლიტერატურაზე მეძინება და მომთქნარებს ახლა პირადად რო თქვა სიმართლე, იმიტომ რომ იმდენად წინასწარ ვიცი რომ ძნელია, რომ ყველა აჯანყება ყალბია სინამდვილეში და ეს სახში დაბრუნებით დამთავრდება, ანუ შენ მშობლიურ დაცულობაში დაბრუნებით, რომ ანუ მე ნაკლებად მაინტერესებს პირადად ესეთი შეკითხვა იყო, ხო? მე ნაკლებად მაინტერესებს ესეთი წიგნები. თუმცა ეს გზა არანაირად მე არ ხერგავ და არ უმოკლებ გზას, ამას თავისი მკითხველი ყავს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ზუსტად იმ გარემოში. მაგრამ არ ვიცი, ეს იმ მოხდა, რომ იმ მომენტში იყო ბესტსელერი. მე მგონი მეორე ტირაჟი დაიბეჭდა, შეიძლება მესამეც მემფისის არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ნუ ამას რაღაც თარგმანებიც დაიბეჭდა და ასე შემდეგ.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეორე მხრივ ეს აღიქმეოდა თავისთავად როგორც ასევე არა მხოლოდ ბესტსელერი, არამედ სერიოზული მხატვრული ნამუშევარი. მაგრამ დღეს ახლა მე ამას არ შევეხებ. იმიტომ რომ დღეს ამ წიგნს მე გავიხილავ როგორც ბესტსელერს. თუ გაქვთ რამე რომ გინდათ რომ მითხარით და განმოვითარებ ჩემას, იმიტომ რომ რაღაცები მე შეიძლება გამომრჩა უბრალოდ, მაგრამ სტილისტურად არ გამომჩენია. ვისაც გიყვართ მეტაფორისტული, მეტაფორებით დატვირთული ტექსტები, ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ, იქ აღმოაჩენთ. თქვენთვის მისაღებ შეიძლება მიუღებელს და ასე შემდეგ, მაგრამ ვისაც არ გიყვართ მეტაფორული ტექსტები, არა შინაარსობრივად, არამედ სტილისტურად, სადაც მეტაფორისტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ცოტა გადაიღალოთ. აი ესე მგონია. მაგრამ მე ხა ძალიან მიკვირს, რომ არავის არ გაქვთ ხო ეს წიგნი წაკითხული გურამის გარდა. ხო, აი იმიტომ არის ესეთი სიჩუმე, ესეთი. ხო, ძალიან ძნელია. წაიკითხეთ, იმიტომ რომ რაღაც მხრივ ეტაპია, მოხდა ეგეთი რაღაცაც. ხო, ნუ შენი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე წაიკითხე, რომ საინტერესოა, რომ აი 2006-7 წელში ხდებოდა ესეთი რამე, რომ ამ წიგნს კითხულობდნენ ადამიანები. ანუ აი და შეადარეთ დღეს რა წიგნებს კითხულობენ ადამიანები და მიხვდებით რამე შეიცვალა თუ დიდად არ შეცვლილა. აი ამ თავისი ისტორიული ღირებულება აქვს ამ წიგნს. თუ გაინტერესებ. ჩემი აზრით კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა შეიცვალა. ხო თქვი კიდევაც რომ რაღაცები თუ მაშინ ეგზოტიკა იყო, დღეს აღარ არის ეგზოტიკა. რაღაცები გახდა ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა. მაშინ ხა მე გელაპარაკებით დროზე, რომ ადამიანს 300 ლარი ხელფასი ჰქონდა, რომ კარგი ცხოვრება რო იყო. ხა ესეთი დროა და ვიღაცას უცებ მოგზაურობები და რაღაცეები და სასახლეები და რაღაცა სხვა გარემო იყო. ანუ ამას ჰქონდა ეს ისიც რა, რომ ვიღაცა, მაგრამ მეორე მხრივ ეს არ არის ფანტაზია. თუმცა ძალიან კარგად მოხდა. ჩვენ ხა თავიდან ესეთი გქონდა, რომ ეს წიგნი შეგვეტანა თუ მეორე წიგნი შეგვეტანა ამ ყველაფერში და გადავწყვიტეთ, რომ მაინც მე და თეონა ძველი ნაცნობები ვართ და ნაცნობად შევიტანეთ. ეს წიგნი შევიტანეთ მაინც ძველი მეგობრობის ხათრით. თორე ესეთი ლიტერატურა ერთი პერიოდი იწერებოდა. სხვათა შორის აი ეს უნდა აღვნიშნო, რომ თეონამ შექმნა ჟანრია. ქართული რომანსი შექმნა თეონამ. ანუ ისეთი სადაც არის ლიტერატურული ამბიცია ამ სიტყვის კარგი გაგებით. ვიღაცა შეიძლება ეს მოწონდეს, ვიღაცას არა, მაგრამ თეონას ყავს მიმდევრები. რამდენიმე და ძალიან პოპულარული იყო სხვათა შორის ეს რა, მე ამას ვეძახი სტერილური სენტიმენტალიზმი. სტერილური სენტიმენტალიზმი. იმიტომ რომ ამის უკან მაინც დგას ანუ ხორცი არ დგას, მატერია დგას, სხვა რაღაცა. ანუ მატერია რო ჩავანაცვლოთ ხორცით ესეთ ტექსტს, ეს იქნება უკვე ბრწყინვალე რაღაცა. მაგრამ მატერია, იმიტომ რომ სკამის მატერია, ანუ აქ რო იყოს მართლა ხორცი, ის რაც ჯანყდება ამის წინააღმდეგ და სინამდვილეში ამ სიღრმეში მაშინ ეს იქნებოდა უკვე სხვა აბსოლუტურად სხვა ტექსტი. მაგრამ აქ მატერია, მაინც საგნებია რა, თავარი და მატერია. ეს იყო და ეს ცოტა ძნელია ესაუბრო აუდიტორიას, რომელსაც სიგნი არ აქვს წაკითხული. გურამს აქვს წაკითხული და ძალიან ჩუმად არის. საეჭვოდ არის გაჩუმებული არიხებს ხვას. აუცილებლად ამის მიზანიც ეს იყო, რომ წაიკითხოთ და დაგაინტერესოთ. მოდი ახლა 5 წუთი შევისვენოთ და თუ რამე გაგიჩნდებათ რა. აუ ძალიან ძნელია, იმიტომ რომ არავის წაკითხული არ აქვს და შენ ჩუმად ხარ. მეგონი არა, კითხები ხო? არა, დიდი მადლობა. პირიქით, მადლობა თქვენ.